გამო არ ვიცი რა. თორე გეზი იქით უნდა ქონდეს. მეგობრებო, ვინც გადაცემაში წინაზე დაგვიწერეთ ჰეშტეგით კროკოშოფი, ეხლა რენდომაიზერი აირჩევს და გადმოგცემთ ამ სკამს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად მოიხმართ. რა სიტყვი მალე შენ კომფორტული იქნება? ნამდვილად კარგი სკამი არის და ესე გააგრძელეთ. ყველა ჯერზე დაგვიწერეთ ხოლმე დაბლა კროკოშოფი. ჩვენი არხი და კროკოშოპი აგრძელებს საჩუქრების გადმოცემას. მე მგონი კმაყოფილები არიან ჩვენი გამომწერები და მაყურებლები. ამიტომ მოგიწოდებთ დააკომენტარეთ ხოლმე, სანამ კომენტარს დაგვიწევთ, ჰეშტეგით აკრიფეთ კროკოშოფი და ბევრ საინტერესო პრაქტიკულ საჩუქარს მიიღებთ კროკოშოფისგან. რაც მონადირეებს გვჭირდება ხოლმე. და არა მარტო მონადირეებს. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. დღეს მაქვს პატივი მოგესალმოთ კლუბ ვებხიდა მოყმეს სახელით. ეხლა ვებხიდა მოყმეს აიდან მოდის ქართველი ხალხი ვარ და მონადირეები და ბუნებასთან ახლოს ვარ და ქართულ თემასთან ყველაზე მეტად ახლოს მონადირე არის სულ სხვა თუ არაფერი, ხო და ეს ყველაფერი იწევდა იმ ასოციაციას, რომ ქართული თემიდან ყოფილიყო ნაკარნახევი ჩვენი კლუბის სახელი და მოკლედ ჩვენთან პოეზიაც არ გვიჭირს და ამ ჩვენმა ბალადამ გამოიწვია დიდი ასოციაცია ქონდა ყოველთვის და ერთ კაცს ესე უთქვამს ამის დამწერსო ხალხური როგორც შეიძლება ეს იყოსო სორბონა უნდა კონდესო სულ მინიმუმ დამთავრებულიო და მოკლედ ეს ბევრი რამე აქ კიდევ რადევს ეხა ვებხიდა მოყმეში მოგესალმებათ ამ ბალადაში მოყმე ნადირობს და კლავს ხარჯიხს და ეს დაუწერელი კანონი იყო ბერხენს ბერხენ ჯიხს და ბერხენი ჯიხვის მოკლა მოპოვება იმ თავიდანვე აკრძალული იყო და მაგის გამო მოულინა ვებხმა უფალმა ვებხი და მაგის გამო დამარცხდა ჩვენი მოყმე და კიდევ ერთხელ რომ გავითავისოთ ბიჭებო დღეს ჩვენი დღე ველი სავსე უნდა იყოს ნადիր ფრინველით მაგრამ გუში ყველანი ისეთი მოყმეები ვიყავით ვერ გავითვალისწინეთ ვერ გავითავისეთ ეს ყოველივე და დავამარცხეთ ჩვენი ნადირი ჩვენი რა ვიცი პატარა დიდი თოფებით და დღეღამის რეჟიმით და მოკლედ დღეს აღსადგენია ეს ყველაფერი და უნდა გავითვალისწინოთ და ყველა ჩვენი კლუბის წევრი იქნება, ვინ ჩვენი მეგობარი იქნება, უნდა შევახსენოთ იმას, რომ უნდა ვიყოთ იმ საქმისთვის მოწოდებულები, რომ არ დაუმარცხდეთ მოყმესავით ველზე რა და მშვიდობით დავბრუნდეთ და მოკლედ ეს სახელსაც შეეხებოდა და დიდი მადლობა რა თქმა უნდა დღეს ამეგობრო ჩვენს წინ ვინც რა თქმა უნდა კიდე ერთი ინსპირაცია კლუბის შექმნის ვინც ეს ყოველივე გვიკარნახა თქვენ ბატონებო კლუბი ლეგიონიო ჩოპინტრე ივერია კიდე ხო არავინ გამომჩა მონადირე ხო არიან ბიჭები და კარგ საქმეს აკეთეთ მარლენ გოგა გენაცვალეთ ბიჭებო არხი ნადირობა დიდ პოპულარიზაციას ეწევა ნამდვილი კულტურული ნადირობის და მადლობა ბიჭებო ამისათვის და ჩვენც გვინდა რომ ჩვენი ნადირობა რაღაცა კულტურულ ჩარჩოებში მოვაქციოთ და უფრო მეტად დახვეწილი იყოს ყოველი შემდეგი დღე დღევანდელს უნდა აჯობოს ხვალინდელმა ნადირობამ ხვალინდელმა დღემ და განმავითარო თაობა მომავალი და ბიჭები ჩვენ გვერდით იქნებიან რეჟიმში იყვნენ და ფიზიკური თუ სულიერი აღზრდისთვის რომ ვიზრუნოთ მათზე რა მოკლედ ჩემო მეგობრებო დღეს ნადირობთ აქ შემოსულია ინფორმაცია რომ დაცებელმა დაგლიჯდა ცხენები ნუ ეს წლის მანძილზე გრძელდებოდა ბიჭებმა მოიპოვეს ლიცენზია დღეს უნდა შემდგარიყო ჩვენი ნადირობა გარდამის ნაკრძალში, მაგრამ ვინაიდან აქ რთული სიტუაციაა, დღეს გადავწყვიტეთ, რომ მივეშველოთ სოფელს. ყოველ დღე რომ თითო კვიცა ფუჭებს და მე იმასაც არ ჭამს ისე მიდის და ტოვებს,
რთულია, ძნელია, რომ ვერ ჩავსულვარ დასახმარებლად, გული მტკენია და შეწუხებული ყოფილვარ. სამეგრელოში 2 წლის წინ მახსოვს 40 კვიცი გააფუჭა და არ ყავდა ჩვენელი რაღაცა საშინელება იყო და მოკლედ უშველოდ გადავარჩინოთ ერთ ცხენი და თავისუფლება ჩვენს მამულს და თქვენ ბიჭებს. ენაცვალე. მოკლედ ინსტრუქციაში რაც შეეხება ბატონი ირაკლი ფოფხაძე, ჩვენი მეგობარი, ხო, გამარჯობათ, მოგესალმებით სულ ყველას, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ გამოცდილი მონადირეები ხართ სულ ყველანი. მაინც ინსტრუქციაში და უკაცრავად უკან რო ზუგით რო დგევარ, მემაპატიეთ. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ გამოცდილი მონადირეები ხართ, ინსტრუქციაში მაინც ჩასატარებელია და ორი სიტყვით გეტყვით. ნადიროთ მოკლედ გარდამის რაიონში. სავარგული არის ჩალიანი, რაც შეეხება უსაფრთხოების წესებს, ყველა ალბათ პირველად არა ვართ სანადიროთ და ვითვალისწინებთ ჩვენ გვერდზე მდგომ მეზობლებს, ნომრებამდე მივდივართ აუცილებლად განმოხტული იარაღებით და ვაზნებს ვალაგებთ ნომრის ჩადგომის შემდეგ. ვაკონტროლებთ ჩვენს მარჯვნივ მარცხნივ მდგომ ნომრებს, ვეხმიანებით ხელით. მოკლედ გადაადგილება ხდება ჯგუფურად და ქაოსურად არა, ანუ ერთად მივდივართ და ერთად ვდგებით. ნომრების აკრებაც ანალოგიურად ხდება ბოლო ნომრიდან შემდეგი ნომრისკენ და იქნება აუცილებლად იქნება ნიშანი, რომ დაიშალა ნომრები. არ ვესვრით არავითარ შემთხვევაში ხმაურზე, კარგად უნდა გავარჩიოთ ჩვენი სამიზნე ცხოველი, თუ არ დავრწმუნდებით რა არის, არ ვესვრით, მოკლედ იმიტომ რომ რთული ხილვადობა აქვს, ლაქაშია და ლაქაში ძაღლი ადამიანიც ცუდად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ გვექნება განმასხვავებელი ფერის ტანსაცმელი, იარაღს რაც შეეხება დღეს ნადირობა მიდის გლულულიანი სანადირო თოფებით და ბევრი რო აღარ ვილაპარაკო, აკრძალულია მსხვილი კარტეჩისა და ცალიტყვის, ალფატყვის ეგრეთ წოდებული ჟაკნის ხმარება, გამომდინარე ჩვენი უსაფრთხოებიდან. მადლობა კიდევ ერთხელ, მინდა გითხრათ, გაუფრთხილეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და ყურადღებით ვიყოთ ნადირობის დროს. მადლობა კიდევ ერთხელ. აქედან ქვემოდან კეთდება მთლიანად ნომრები, აი ასე. ხო და გიაბრაზნიმეს განო ასე იკეთება რა. იუაბრაზნიათ დაჟე. ხო. და აქედან მოვაწვევის არ ექს რა. აქ ქვედა მხარე დაკეტილია, ეს ფერდა დაკეტილია, აქეთა ყელიც დაკეტილი არის რა. და უკვე გამოდის რა. აქედან მოვაწვევი ქვედა მხარეს რა. ზემოდან ქვემოთ. პატარა კუნძულები რო არის, იმას არ შიდა კუნძულები არა, იმიტომ მივდივართ ათიკაცი, რომ იმ კუნძულებში სადაც სიმაგრე იქ მიწვა რა. არის ძალიან დიდი ტერიტორია არის. ეს არის ეთყობა ადგილს, რომ აი ცხვარი აქ არის, საქონელი აქ არის. ტურა და მგელი რო არ იყოს, აქ შანსი არ არის, იმიტომ რომ სხვა დასამალი ადგილიც არ აქვს. აქ გადის გზა. და იქიდან თუ მოაწევიან, წესით უნდა გამოვიდეს აი მეორე გადასასვლელში იქითკენ მეორე ამ კამიშიან ადგილებში რა. აქეთკენ გამოვა, არ გამოვა, არ ვიცი რა. თუ გეზი იქით უნდა კონდეს. ეგ ღია ადგილში გამოსვლას მოერიდება ცოტა. მოვედი ჩემ ნომერთან. ჩავდგებით ახლა და დავიწყებთ კონტროლზე აყვანას ამ ტერიტორიის. არ ვიცი თქვენ ხედავთ თუ ვერა, ჩემი მეგობრები აგერ იქ გადმოდიან წყალზე. ისინიც გადანაწილდებიან თავიანთ ნომრებზე. პრინციპში თითქმის ყველა დადგა. ეხლა ჩვენც ვეცდებით რომ გზა გადავუკეტოთ და სარეკი ალბათ 10-15 წუთში დაიწყება. წესით და რიგით რაოდენობა მონადირეების საკმარისი ვართ. ჩაკეტილიც ნორმალურად არის, ცოტა აირია თავიდან, მაგრამ მე მგონი დავლაგდით. ეხლა გადავნაწილდებით, ახალგაზრდა თაობა გვერდით ყავს. ეხლა გადავნაწილდებით და დავდგებით ნომრებში. ბატონი თემური ნადირობს. ჩუმად იყავით, არ გააღვიძოთ.
სარეკი სანამ დაიწყება, გვაქვს მონადირეებს დასვენების საშუალება. კარგი მინდორი არის ასრობად. აქ მთავრდება ლექაშები, როგორც ხედავთ, არის ალბათობა, რომ ან ასე გადმოირბინოს, ან გზაზე ეცადოს ასე გადასვლას. აქ ჩაკეტილი გვაქვს დაახლოებით 50 მეტრი არის დაშორება ჩემსა და ჩემამდე ნომერს შორის, 60 მეტრი. კარგად გვაქვს ყველაფერი აღებული. ერთადერთი ხლა რაც გვინდა, რომ ძაღლებმა კარგად იმუშაონ, სარეკმა თავისი გასაკეთებელი გააკეთოს და ნომრებიც არ შევრცხვით. იმედია, წარმატებული ნადირობა იქნება და ნომრებს ექნებათ იმის საშუალება, რომ დაცებელი მოინადიროთ. ფაქტია, რომ ალბათ ცოტა ძველ კვალზე დარბიანან გამოპარული იყო. მანამდე გავიდა, სამწუხაროა. მარეკი ფაქტიურად მომადგა. სამწუხაროდ ჩემ ნომერში არაფერი არ გამოსულა. თუმცა ყველაფერი მოსალოდნელია. შეიძლება მოტრიალდეს ნადირია და ამიტომ არაფერი არ გამორიცხული. მარლე ნახდება, მარლე. არაფერი საერთოდ. ზევით აიღო. სამწუხაროდ არაფერი. ზევით აიღო. კაია თუ ზევით მაინც მოახერხეს, კაია. ბატონო ფრედი, იტყვით რამეს? გამოგ სათქმელი თქურე. კი ვიტყვი. ო, სათქმელი არაფერია. პირველი სარეკი უშედეგო. ნუ ჯეჯერობით დასაბიჭდით რომ უშედეგოთ და რავი. მარეკში თქვეს ბიჭებმა რომ უსვრიათო ბიჭებსო და აუღიათო და ამბეთ. ძალიან კარგი მოგესაჯობია. ეს გზა სამდის. ეს გზა ტაძრამდე არა, აქ ტაძარი არ არის. ეს გზა მიგიყვანს ესე წრეს დაგარტყმევინებს და გაგიყვანს მანქანასთან. просто რა ვერ ვიკაიფეცი, აი მართლა 5 კაცი დგას ბიჭო იქ რა და ან აქეთკენ გამოწეულიყო ერთი ჩემს ეხა მე კი უყურებდი, მაგრამ ნახე რამ ხელომინდორი არის. აქედან რომ რამე გამოსულიყო, სარეკი გამოვიდა ერთი ბიჭი აქედან რა. ვერ მივაწოდენდიდო. თემო, რა მოხდა ერთი მომიყევი რა. ძალიან დიდი ტერიტორია არის. ხო. ძალიან მაგარი ადგილი არის. მაგრამ შიშველზე არ გამოდის. რა თქმა უნდა, სიმაგრე. არ გამოდის. აი მოაწავა რა. ხო და ამას თუ არა გეზი ნადირს უნდა გქონდეს, სადაც შემდგომში დაიმალება. აქ არ გამოვა. მე ამხელა გაი აქ არ უნდა, პატარა გაიები უნდა გაკეთეს, პატარა სარეკი უნდა გაკეთეს, რომ აიძულო ის გამოვიდეს სადღაც. შიგნი ღია ადგილები თუ არის იქ უნდა დადგე. იმიტომ ზაღლებმა იწვალეს და ერთი მელა დაემალა აქ. აქ ერთი კი არ იყო, ტურაც იყო და ისინი გაბრუნდნენ უკვე რამდენიმეჯერ, ხა იგე? და რო წავიდნენ ისინი მელა ხო იცი ჩათლახია რა. გამოვარდა მე იქითკენ. მელა იყო, მელა. და გამოვიდა, გადმოხდა და წავიდა აქეთკენ. მალე ვიკრიბებით მე პირველი სარეკის შემდეგ
მიდის განხილვა ბჭობა ბიჭებო როგორც ყოველთვის რომ მეორე სარეკი სადგაკეთდეს რანაირად 1-2 ტურა და მელა გადავიდა გვერდზე ლექაშებში და შეიძლება იქ გავიდოთ 2 ტურა ორი ცალი მაღლა აიღეს ბიჭებმა და იმედია რომ ჩამოიტანენ ეხლა თუ პირდაპირ არ გადავიდნენ იმ სანადიროზე სადაც ჩვენ არ გამორიცხავ რომ ეს იყო მარეკი რომელმაც შეიხვედრა რა და შესაბამისად ეხლა ეგენი თუ გადავლენ ჩვენამდე აღარც მოვლენ იმიტომ რომ მეორე მორეკვისთვის ემზადებიან არის მაგაში ლოგიკა ამიტომ მე ვფიქრობ რომ ის დრო არის ეხლა დროულად დავბინავდეთ ყველანი დავლავდეთ მანქანებში და გავუყვეთ კუდი გორის გზას როგორც ჩემი გოგა იტყვის ხოლმე აბა მეორე სარეკამდე პატუცემულებო თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი ეს ძალიან დაგვეხმარება იწყება მეორე სარეკი არც თუ ისე შორს დაახლოებით 1.5 კილომეტრში ავარჩი ლოკაცია სადაც ასევე არის ლექაშები სარეკი როგორც მალენმა აღნიშნა თავიდანვე გადავიდა პრინციპში ეხლა ნომრები განვლაგდებით და ვეცდებით რომ თლიანად წრე შემოვარტყათ პრინციპში რაოდენობა ვართ და უნდა ვეხოთ დავლაგდებით და დაგიბრუნდებით ერთი გასროლა იყო ერთადერთი და აი ბატონო ნიკოლოზმა მოინადირა თავისი ტურა ამ სარეკში რა 100-ვარიან ნომერში დამაყენეთ და სხვა გზა არ დავხნე თავარია ჩარიცხვა არ დაგავიწყდეს ანგარიში ანგარიში მაქვს ჩემს გვერდზე ნომერში ნიკუშა დავაყენე და გამოუვიდა ძალიან გამეხარდა მაგრამ მე გიყო დასაწყისშივე და აქედან გამოდიარეთ გადამოვიწყდა მე მაპატიეთ ასაკში ვარ ბატონებო მომიტევეთ დავალოდებით ახლა ბიჭებს მე მგონი მეტი გასროლა მართლა არ ყოფილა ნახავთ რა როგორ და რანაირად თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი ეს ძალიან დაგვეხმარება მალენ დილამშვიდობისა შეგვიძლია ვახაროთ და უსურვოთ ჩვენს მაყურებელს მოგახსენებთ რომ შევიკრიბეთ კიდევ ერთხელ ჩვენს მეგობრებთან ახალი შექმნილი კლუბი აქვს ვეფხი და მოყმე იცით თქვენ ეგ ამბავი და წამოვიდით ისევ გარდაბანში სოფელი ვახტანგისის მიმდებარედ გვინდა რომ ჩვენი ბედი ვცადოთ დარწმუნებული ვარ თუ რა არის მალენ შენის თქვი რამდენად გამოიყვანენ ძაღლები მაგრამ მე მგონი ძაღლებიც კარგია თუმცა სიტუაცია ისეთი არის მე ესე მგონია რომ არ უნდა გაუჩნდეთ ძაღლებს მუშაობა რომ მაინც და მაინც ეკალ ბარდიანი ლანდშაფტი არ არის წესი და რიგით არ არის ხო ისეთი თემა არის უფრო ჩალიანია მინდვრიანი არის ჭალის ტყე არის არ ამგონია ძალიან გაუვალი იყოს მოკლედ ყველაფერს ძალიან მალე ვნახავთ ჩვენც თქვენც ერთად დარჩებიან თორე ისე ვერ ნახავთ რა და როგორ დავიწყოთ ახლა ჩვენ ნელ-ნელა დავიწყოთ მე სხვათა შორის უკვე დავიწყე ერთი ისა რა ქვია პატარა ლუკმა გავტეხეთ ხო და ახლა კიდე შევუყვებით უკვე ნადირობას მარლენმა დაიწყო ვიყურეთ გამოგვიწერეთ ხალხო ინადირეთ ჩვენთან ერთად და ვეცდებით რომ ლამაზი და საინტერესო ნადირობა განახოთ აი ამ საყვარელ ძაღლებთან ერთად
დიდი მადლობა. ისევ და ისევ მინდა გითხრათ ყველაფრისთვის დღეს შევიკრიბეთ და შევიკრიბეთ ისევ და ისევ იმისთვის რომ ერთმანეთი ვაქოთ ბუნებას შევეწიოთ ჩვენ მონადირეებმა თუ ბუნებისთვის არ ვიზრუნეთ არ მოვამრავლეთ კულტურული ნადირი და ფრინველი ამას რა ვიცი გარემოს დაცვის მინისტრს ვერ მოვთხოვთ რომ რატო არ არის აქ ფრინველი რატო არ არის აქ კაკაბი ხოხობი გნოლი კურდღელი და ასე შემდეგ და მგელს მგლობას აბრალებდნენ და ტურამ ქვეყანა ამოაგდო ქართული ანდაზა იმედი ამეცლება მაგრამ ესეა რა ტურას ირდება დღეს გვაქვს ლიცენზია ნადირობთ ტურაზე მტაცებელზე ბიჭებო ისევ და ისევ შემოვედით იმ სავარგულში იმ ადგილში რაც ჩვენი კონტროლებადი ზონაა აი ეს საზღვარია ახლოს და გვინდა რომ გამოხშიროთ მტაცებელი სადაც კოლხური ხოხო ბინადრობდა მივცეთ უფლება საშუალება ჩვენს კულტურულ ფრინველს რომ დაბრუნდეს თავის ბუნებრივ არეალში და მოვაშოროთ მტაცებელი ამ ბუნებას და ბიჭებო მადლობა თითოეულ თქვენთაგან ამისთვის ერთი რაც იქნება ეხა სათხოვარი რაც გვექნება ჩვენ რომ ნადირობისას ყველას ეხა ხედავთ რომ ფერადი ჟილეტები გასვიათ მაგრამ ვისაც არ აქვს ეს ჟილეტები გლომად და შეგვიძლია ჩავიცვათ და აუცილებელია ესე უნდა მოვიქცეთ პირველ რიგში ნომრები რო განაწილდება გვერდითა ნომერს უნდა ხედავდე უნდა იცოდე სად არის შენი მიმდებარე მონადირე სად დგას და მივაქციოთ ყურადღება იმას რომ არ შევიდეთ იმ ზონაში სადაც მისი სასროლი და გადასაფარი მისთვის არეალია ვისვრით მხოლოდ და მხოლოდ 7-0-მდე საფანს არ ვისვრით იმ ტყვიას რომელიც იქნება რაღაც შორსროლი და დაზიანებელი იქნება რაიმე ობიექტის ჩვენს უხილავ ზონაში ამასთანავე ვიტყვი იმას რომ თუ რაიმეს ვერ ხედავთ თუ რაიმეს ვერ ვაფიქსირებთ იმასა უნდა მოვერიდოთ ხმაურზე ფაჩუნზე ჩურჩულზე ბუჩუნზე ჩურჩული კარგია საღამოს სკვერში და ეხლა დღეს აქ ჩვენ თუ რაიმეს ობიექტს ვერ ვხედავთ მაშინ არ ვესვრით არ გვექნება ის ობიექტი მიზანს შეგიძლიათ ამოიღოთ მაგრამ გასროლა არ უნდა მოხდეს ეს მიმდებარე ზონა იკეტება იარაღებით მივდივართ რა თქმა უნდა მაგრამ იარაღებს კონკრეტულად როდესაც დაგაყენებთ ნომერში მაშინ ჩაალაგებთ ტყვიებს თქვენს ტოპებში და მოკლედ ჩემო მეგობრებო ესეთი მოცემულობა გვაქვს დღეს ლიანდაგების ზონა მოირეკება ორ მხარეს დავდგებით და აბა თქვენი სიბიჭებო რა რელე ძაღლები ბიჭებო ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა არჩილმა ეხლა შევეცდები რომ აგიხსნათ რა როგორ და რანაირად ხედავთ ალბათ ამ ტყის ზოლს აი ეს უნდა მოვირეკოთ ნაწილი ბიჭების სარეკს გაყვება და აი ამ ხაზს ჩაკეტავს ნაწილი წავალთ წინ და გადაუჭრით გადმოსასვლელებს ეხლა ძალიან მალე უკვე მოვეწყობით სარეკს ვაცლით რომ გავიდეს დაახლოებით ალბათ კილომეტრზე მეტი კილომეტრი ნახევრიანი ზოლი არის დასაფარი რა ავეწყობით და დავიწყებთ ნადირობას გამოყვებით ინადირეთ ჩვენთან ერთად დავიძარით სარეკი უკვე კარგად გაგვწდა ბიჭებით ნომრები ვინც გაყვნენ აღარ ჩანან ნელა წავედით კარგი განწყობა მაქვს როგორც ყოველთვის იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება რა სიტყვი იკა მონატრებული ვარ ხო ბავში ბელორუსში იყო და ტურებზე ნადირობას არის მონატრებული როგორ მოინადირეთ მეგონი წარმატებული იყო კარგი იყო და ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრები და ძალიან გამიხარდა რომ დღეს ამ ნადირობაში მოვხდი და ყველას უსურვებ წარმატებებს აიხარა იკა ასევე შემოგევლო ბიჭებმა გააგრძელეს მსვლელობა ეს ნომერი მხვდა წილად მშვენიერი ადგილი არის პრინციპში თუ მინდორზე ესე გამოვიდა მაგასაც დავინახავ და გავაკონტროლებ მეორე ამოსასვლელი გადმოსასვლელი უფრო სწორედ აქვს აი ეს მხარე
ნახოთ. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მოვეწყობი და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით. როგორც ყოველთვის ღია საკეთით დავდივარ ხოლმე რომ მონადირეები ნათლად ხედავდნენ საფრთხო გადაადგილებას მონადირისას. ვინადირებთ დღეს 36 გრამით 7 ნოლებით. აი აქ დაჯექი. აი აქ ესე გამოსასვლელი. ვასე წამოვიდეს მე ვიქნები აი ფერმასთან. მე ხვდი გამინახავ არაჟი იმაცია. აი ასე უნდა გამოვიდეს რა. შეგვიძლია აცალო ვაფშე ასე რომ აი აქ უნდა დადგერო არ დაგინახოს. ვაჟა იქ ნობრების დგომას აზრი არ ქონდა ვაჟას დაურეკე გადმოვიყვანე ჩემს უკან დავაყენე გზაზე მე ამოვიწი აქ ფერმასთან 1-30 მეტრში და მე მგონი ვაჟი კომისროა შენის როლე რას დაძდევდნენ და მაგტურას ხო მე ვიფიქრე რომ ან შენის როლე ან გვერდზე ნომერმა ან მარლენი დგას იქითკენ ან ჩემი ძმა მე მგონი ჩემს გვერდზე ნომერმა ისროლა ჩემს მარჯვნიდან რო დგას ესე გოგლიკა მისროლა მაშინ არა გოგლიკასა და ჩემს შორის კიდე დგას ვიღაცა და როგორც ჩანს თან მოინადირა რა მარლენ შენ ხო არის როლე არა აბა ვინ ისროლა ჩემს გვერდზე ნომერში გონია რომ იყო გასროლა ლევან შენ არა აქ იყო ხო და ვინ ისროლა დაგვენახოს კაცო შენის როლე ხო მერე მოვარტყი მაგრა დავჭერი ძაა შო ძალიან კარგი არა ხო აი ფორთხით ძლივს აი 1-20 მეტრა და შევიდა რა იმაში კამისში შუმავოი იყო გვერდიდან მოვიდა და შემთხვევით დავინახე აი შემომხედა შევხედე და ვთხრიშე კარგად გიქნია მასე უნდა გექნა პრინციპში აი სადღაც აი ამ ადგილზე მოვარტყი რა ხო და აი იქ შეძვრა აგარკა მანო მოიცა ამე ბუნტყა აიმენა რომ მოხდა იმან ბიჭო აქარია დააყირავა აქარია სადღაც ადგილია აი და საიწავიდა აი იქ შევიდა აი პირდაპირ და ვეღარ მოვასწარი ახალი გიების ჩადება თორე ეგარი ნადი აქ არის მყარი გზია სადღაც ეგარი იმედი მაქვს იმიტომ რომ აი აქედან მოდის ფუნჯი მაგავით პასტლა რისისუნი აგე ჰე მოუნადირებია მართლა იგზენით რო ვერ ხედავ არა გენდობი აი ნიავის აკეთებია უჩა ერთი მაგთოფში თუ გიდევს ტყვია გიხოცები ამოიღე მაქსიმალურად ხმარნე სორშენიშნა შემოგევლე ვა ყოჩა რა ყოჩა იებებერო ეგარი მიდი მიდინა მიდიმა
ეხა უკვე ამხელებს აიდოს პირ. კარგი ნადავლი არის. მარლე. ოჩა. აი ესეთ ხალხს ოჩა. ჭირდება პრემია. ნამდვილად. ერთი შველი გესაჭიროება ეხლა ნამდვილად. არა, ეგრე ვერ გავწირავთ. 10 ტურა, მინიმუმ 1 კურდღელი. ჯერ აქედან უნდა დავიწყოთ და მე უნდა განვითარდეთ. მგლებზე როცა გადავალთ, მე შლები. კი ბატონო. ესე ვერა. კი ბატონო, კარგი აზრია. დედალია თუ მამალი? დედალია რა თქმა უნდა. და კაი ტიკივით არის. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მე ახლა იქ გავაფრთხილე. ხო. ვინ არის შენს უკან? ჩემს უკან ვინც არ უნდა ისროლოს, მე დაბლავარ. დაბლავარ ძმაო. შენი მე გადავალ დავინახები სად ეს ვიქნები. ეს ადგილი იცოდეს და თან პირველი 2-3 ტყვია კონდეს შედარებით სუბუქი რა თქმა უნდა. სასროლი ვაზნები რომ კი ბატონო. აქეთ ამ მხარეს მისგან ნასროლი ტყვით რამე არ მოხდეს. კი ბატონო, აი ისედაც. ეს ზონა შენ გააკონტროლე და ის კაციც შენ გააფრთხილე. კარგი ბატონო. მოდი ვისაც დავაყენებ ეცოდინება. გამოყვებით რომ ნახო რა და როგორ. აი ბატონო. ცოტა უკან დადექი, აბიცემულო. რო ერთ ზოლზე ვიქნებით, ხო? შემოდიოდეს რა იქიდან გამოქცეული კი. შენ ზონაში. ვაჟი. აი აქ ხო დადგები შენ. აქედან თუ გამომეპარამე ან ვერ ვესროლე ხო ამოვა, მაგრამ ცალი თვალით იქითკენაც იყურე. აუცილებლად. აბა? წარმატებები. ისე გოგო, სხვათა შორის შევიტყვი. იქაც თუ ვიყავ ბელარუსში ხომ? კი ბატონო. აქ გამოვა და დაგხვდება. ხო და ყველაფერი დღესაც ეგრე მოხდება და ნახოთ, აბა. ძალიანაც კარგი შემიძლია. გენაცვლა. წარმატებები, აბა. ასევე. გავიდნენ ხა ბიჭები, მაინტერესებს სად დადგებიან და მე გადავიდეთ სიჩუმის რეჟიმში. და მანდ არავინ არა გვყავს იქ პირზე, რელსების პირზე? აი შენ ეს ზონა აკონტროლებს. გამიჭირდება ბიჭო მარტოკას. აი ჩემი აზრით არჩილ ჯობია რომ რელსებთან ერთი ადამიანი დადგეს ამ ტყის მეორე მხარეს. ქვი დგას იქ? იქ უყურე? თუ იქ დგას, მაშინ ყველაფერი კარგად არის. უკან ხო დგას ერთი კაცი. ხო არ ვიცი და იმიტომ ვიძახი. იქ თუ დგას, მაშინ კი ბატონო. უკან ერთი აქეთ დიახ. დგას. ერთი იქეთ დგას. ხო. ხო დავტოვეს ეხლა ლევანა და ის ხო დავტოვეს. ხო. უკან მხარე ჩაკეტილია. ეხლა ერთადერთი სარბენი ზონა არის აი აქ. ეხლა პროსტა ზევით სიმაღლეზე არ მინდა რომ ბიჭებს სროლის შეზღუდა. ეხლა შენს იქეთ ამ მხარეს პირდაპირ არის გოგა. დიახ. არ მინდა რომ ეხლა ზედ ხვაზე ხარ ეხლა მაგით ხო არ ჯობია თქო რომ არა. აი აქეთ ამ მხარეს უკვე მე ვხედავ და ვაკონტროლებ იდეაში. არა ჯობებს? საით? აი ამ მხარეს ისეაც ვხედავ და ვაკონტროლებ თქო და მივიწევი მე იქითკენ და ვჯობი და მაგას გეუბნები მეც ხო? აი აქ ჯობია ზო. უსა ზევით ხო აღარ მიშვებ იქ? ზევით არა. აი აქ გადაიქი. კი ბატონო. ეს გამოსასვლელები შენ აკონტროლე. აი ეს გასასვლელი პირველი რიგში. გასაგებია. შენ რო აკონტროლებ, შენს უკან დაზღვევა მიყენია ზმო ორი. გასაგებია. всё. ერთი თემა არის, აი ხედავთ ირაკლი სადმე დგას ვერავა. ესე იგი გასროლა უნდა მოხდეს ან პირდაპირ ეს ჩემ ზოლზე. ან რო გამწდება უკვე ვაჟიკო ესვრის. ნუ მე წინ წამოსულზე და აი მარჯვნული ანდაგებისკენ უნდა ყურადღებით ესეთ არ მომიდგენია.
მოგვიყევი 1-2 სიტყვით რა ხდებოდა გასროლები კი გვესმოდა და პირველი გამომივიდა ბილიგზე. მაგრამ პაწა მარცხნივ შეუხრია. კი დავაყოლე, დაიჭრა, მაგრამ ვერ გაჩერდა, დაიჭხალა. სანდრო გაუკეთა დაგონი. მეორე ტურა მომადგა ზურგს უკნიდან, თავი ჩანდა რელსებზე. როვესროლე ჩაწია და ვეღარ იმოსქენი, გავაჩერდა. მერე როგორ ჩანს, ამოვიდა აქეთკენ, ჩაწვა და უკან მოტრიალდა ისე და დახვდი. ჩემი წერა კი გახდა. შვენიერი. შვენიერი ნადირობა ჩაგიტარებია გენეცველი. ორივე სისხლის აღებაში შენ გიძევს ბრალი. ზევით იყო სროლა, მაგრამ აქ არაფერი. არ ჯგერდებზე, ხო? არა. მაგრამ აი საინტერესო რა არის ახლა იცი აქა. ძაღლები მოვიდნენ აი აქამდე ყებდნენ. აი ზაღლი ყულაყებს რა. აშკარად. ხო, აი ეს ყულა, ჩემი ძაღლი, აი იმ დროს ხო გეუბნები 4 კაცი ვიყავით და აი მძოლებზე ვინადირეს, რა. 7 ტურა მოკდა და ყველა სათითაოდ მოყვა რა ის ჩემი როკი რა. ის ტყილ არ დაიყიფებს რა, ემენ არ არის. დათა გავიგერო ნადირობა ჩვენზე გვიან დაგიმთავრებია. რა თქმა უნდა. გენეცველი. ეს გვიანაც ვამთავრე. ციგარი ხარ ძმო? მოყევი 1-2 სიტყვით. გაანდე ჩვენ მაყურებელს რა და როგორ იყო. მოვიდე. წყალი დავალევინოთ ზაღლებს. წყალი დავალევინოთ ზაღლებს. არა, იყავი მე მოვალ შეკაც. კარჩე რელსებთან დაძდევდნენ რა. და გამოპარული იყო ძალიან ახლოში მოყვებოდი. პირველი ნომერი მაგნუმი ძეკე და მიწვა ეგრევე. ეს არის პირველი ნომერი მაგნუმის ნამუშევარი. ყვაჟნოი. შვენიერი, მოკლედ 4 ტურა მოვინადირეთ ძმაო ამ ლოკაციაზე. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ახლო დევნა იყო და მაგაზე მაგრათვი კაი. ნუ ეგ ეხა ზაღლების თემა არის. ესეც ესე. დემოს ესე. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. გადმოვინაცვლეთ მეორე ადგილზე. ეს არის გარდაბლის ნაგრძლის მიმდებარე ტერიტორია, ასე ვთქვათ რა, არც თუ ისე შორს არის ეს ადგილი გარდაბლის ნაგრძალიდან. ძალიან კარგი ადგილი არის. ძალიან კარგი პოტენციალი ეთყობა კი ბატონო. წესი და რიგი ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც ჩვენ გაგვეხარდება. ეხლა მოვეწყობით, დაულაგდებით, სტრატეგიას შევიმუშავებთ და ძალიან მალე დაგიბრუნდებით. აი ამ ლოკაციაზე ყოველთვის კარგად ხდება ხოლმე ტურა და ეხლა მოვიდით აქ რომ გავაკეთოთ კარგი ნომერი. და გავანაწილოთ. კარგად ბიჭები, დავდგეთ ისე ზედმეტი ხმაურის გარეშე რომ კი ბატონო. სარეკი გამოვიდეს როგორც საჭიროა ისეთი და ნომერში მოხდეს ტურა. არჩი საიდან იწყება სარეკი? ანუ იქიდან. სანომრე ადგილებია ეს, აი მაშინა ჩავდგეთ. კი ბატონო. ერთი დიდი ეს არის რა, ზოლია, სადაც კარგი საწოლია, კამიში აქვს, მაყვალი აქვს, სადაც ტურა თავს საფარებს. ყოველთვის ხდებოდა აქ ტურა და ბოლოსაც რაც ვინადირეთ, გამოსულა და არ დაუტოვებიათ ამ ადგილს უმაყოფილოდა. წამოვედით 3 კაცი. აქეთკენ გადავკვეთავთ, ნაწილი ბიჭების კიდევ ორ მხარეს გადანაწილდება. სარეკი წავა, მას შემდეგ რაც ნომრები დადგება, მანქანით ძავნენ ძაღლებს აიყვანენ და შემოუშვებენ. აი ამ წეში გვაქვს იმედი რომ იქნება ტურა. ჩვენც აქ დავხვდებით. ეს არის ჩემი ნომერი. აი აქ ხა სადღაც უნდა ავარჩიო და დავდგე სარეკი მარცხნიდან წამოვა. ღია წესით კარგად დავინახავ. თავარია თვითონ არ დამინახოს. შეიძლება აი ასე წამოვიდეს. მოკლედ რაღაცა ადგილი უნდა ავარჩიო. ნუ აი აქ თუ გამოვიდა ხო იდეალურია. მაგრამ არის ალბათობა რომ ზემოდანაც გავიდეს. დავდექით ნომერში. ესეთი ტყეა, გაბუჩქული მხედველობა. თითქმის არ გვაქვს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ რომ მტაცებელი თუ გამოვა არ გაუშვათ ცოცხალი.
ძალიან ცოტა დრო გრჩება წელს შედეგიანი ნადირობები ჩავატაროთ. რათა ბუნებას ხელი შეუწყოთ მშვიდობიანმა ფრინველმა თუ ცხოველმა მოახერხოს გამრავლება, რადგან ეს მავნე-მტაცებელი ძალიან უწევს წინააღმდეგობას და ფაქტობრივად ანადგურებს ამ მშვიდობიან ფრინველს თუ ცხოველს. იმედია გაგვიმართლებს, კარგად აქვს ჩაკეტილი ახლა ეს ტყე და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. გენაცვალე როკო. ბრავო ბიჭო, ბრავო. აბა ბიჭო სადა? აბა სადა? შენ გენაცვალე. შენ გენაცვალე ბიჭო, ბრავო. აი, როკი, ფუ, როკი, ფუ. ერთი გამოპარული, აი ასე ამომივიდა. ამომიცუნცულდა და აი გავაჩერე რა. გაჩერდა ხო? კი, კაცი. ჩემი ძაღლი არ მივიდა მაგას? აი. არ მოსულა. აი გამოპარული, აი შენ რო ყვიროდი რო. მელარი პურა რაღაცა თუმაშო, აი მაშინ 60 წუთში. აი ხარში. ო, ზარია. წესში შემოსასვლელები იყო გადაკეტილი, არხები დაგხვდა და პრაქტიკულად სარეკთან ერთად მომიწია შემოსვლა. ჩათვალეთ, რომ სარეკი აქედან დაიწყო წავა და ყერო აირევა. ვიტოვებ იმედს, რომ აი გამოირბეს ბილიკები, გამოსასვლელები სულ არის. შეიძლება აქვე გავჩერდე. შეიძლება რამე ადგილი შევარჩიო. არის გამოდით. ჰუ. ირაკლი ნელა არის როლო მოვდივარ
აქ არის ხო? საღოლ, კაი გასროლა იყო. კი, აგერ არის. ნახე რა ამხელა, გელივით არის ამის დედავატი. დამიჩოქე, ტურას. ხო და მგელივით არის, მხელა არის მე. ახლა ეგ რო ცოცხალი არის ირაკლი იმას ხანს დაგვიჯოს. პრედახანეთზე გადავთე. და შემეშინდა თავიდან და ბიჭების ის არ გესმოდა რომ კვალი აიღო ახალი გავლილი არის, მაგრამ არ ყებდა ბიჭო ისე მოძდევდა, ხედავ შე. კაი ძაღლია. ანა ხომ რა. აუ რა გადავიღე სიმონ ახლა ერთი გასული შეგადაო. რა გინდა ყო გინდოდა რომ რაღაცა მოგენადირები. ბიჭო 2000 არ მისწრია გავყიდე. საიდან ვესროლეს სად ნახე ამიმე. გილოცავ. აუ რა ნადირობის დალის ქმარი ვარ. ჩოპინი. ის საიდან გავარდე ნახე წამი სად მიდე იქიდან აქ. იკაიფე რა. როკი წამო, როკი. სად ჩამოირბინა? რომელ ბილიგზე? ასე მოდიოდა. აი ამ ბილიგზე. აი ასე მოდიოდა. გამოვიდოდა ჩემთან, ან უკან გავიდოდა პრინციპში, მაგრამ ალბათ აი ამ ბილიგს გამოყოფდა და პირდაპირ ჩემთან მოვიდოდა. არა, აქ მოკალი ისე გადიოდა. უკან გადიოდა. ეგრევე დავარდა. ეს მორეკვაც დამთავრდა. ჩემ ნომერში რა ხდებოდა კი იხილეთ საკუთარი თვალით. იქიდან ამდენათაც ვიცი კიდე 2 ტურა არის მონადირებული. ეხლა გავალ და ვლაპარაკებ ბიჭებს და მალე ყველაფერს განახებთ. რაო არჩივ? კაი ნადირობა შედგას. მე მგონი 3 ავიღეთ ამ მორეკვაზე, ხო? ზუსტად რაც ვიცით ეგ არის რა. ზუსტად რაც ვიცით ეგ არის. გადახდენე ხა იქით გადავიდე. სკოლები იყო იქით. მესმოდა იქიდან დევნაც მესმოდა. სად არის აგე რა? აწიცემული ტურა. კი ბატონო. აქ არის. კი ბატონო. აქეთ 2 იქეთ ვიცით რაც არის ბიჭებთან. იგენით. ზუსტად და მოკლედ მე მგონი საინტერესო კადრები გვაქვს და ვაჩვენეთ ჩვენს პატივცემულ მაყურებელს აი ეს არის. აუცილებლად გავიდეთ ხომახოთ. ყოველთვის მოაქვს შედეგი რა, ბრძოლას და მოლოდინს რომ აი იქნება და იქნება რა. თუ მოვინდომებთ რომ გავაკეთოთ შედეგი დავდოთ, აუცილებლად გამოგვივა რა და თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ნადირობა მორჩა. შევიკრიბეთ. ძალიან საინტერესო შედეგი დამთავრდა ეს ყოველივე. 15 მონადირებული კი არა და გამოტანილი ტურა გვაქვს. მართება აცებელი მონადირეთა კლუბი ვეფხი და მოყმე. როგორც ხშირად ორმხრივი გრძნობები მაწუხებს. თან მიხარია რომ წარმატებული ნადირობა იყო და თან გული მწყდება რომ ისევ ამდენი ამოვიღეთ რა. აი არ ვიცი ამ ტურებს რა ეშველება და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მომავალი წლიდან როდესაც თავისუფალი ნადირობა იქნება დაშვებული მტაცებელზე ყველა ინადირებს აბსოლუტურად არავინ ტყვიას არ დაინანებს როგორც სიტყვიან და ცოტა განთავისუფლდება ჩვენი სამშობლო ამ სენისგან, იმიტომ რომ სხვა მხრივ ნადირ ფრინველს არაფერი არ ეშველება რა. ბიჭებო, გილოცავთ ბოლო მორეკვაზე თქვენ მოინადირეთ. როგორ იყო ერთი მოყევით, ძაღლი მოძდევდა, დევნაში იყო, გამოპარული იყო, უცებ მოგახტათ, შეგაშინათ, როგორ იყო ეგ ამბავი? გამოპარული იყო, ერთი სროლა განხორციელდა, ცოტა არ ჩანდასავით ისე ესროლეს და განწირული მორბოდა რა და სამწუხაროდ ტურისა დასრულდა. კარგად დასრულდა. ჩვენთვის კარგად დასრულდა. ტურისტვის სამწუხაროდ ცუდად დასრულდა. შენთან რა ხდებოდა? ანალოგიურად ჩემთანაც გამოპარული იყო რა, ძაღლები წინ მიდიოდა, ეს ტურა უკან გამოყვა, ძაღლები სხვა ტურას მეყვებოდნენ რა და გამოპარული იყო, მოიპარებოდა ჭუმჭუმად და ანალოგიურად ერთი გასროლა განხორციელდა. ჩვენთანაც ბევრი იყო ეგეთი ფაქტი, ბიჭების დამეთანხმებიან, რომ იმდენი არის ეს ტურა, რომ ძაღლები რასაც დაძდევდნენ, ხო დაძდევდნენ. და გამოპარულიც ყველგან გავიდა, ნუ თითქმის ყველა ნომერში გავიდა და
გასროლა განხორციელდა. რამოდენიმე ტურაზე გასროლაც ვერ განხორციელდა. ახლა ბოლო ნომერშიც რა, 3 ტურა გაიპარა, რომელზეც სროლა ვერ მოხდა რა. ნუ, ეგ არაფერი, კაცო, შემდეგში საგანგაშო მდგომარეობა. ე ბატონო. მორჩა დღევანდელი ნადირობა 3 წარმატებული ის არეკი ჩავატარეთ. ბოლო მორეკვაში თუ არ ვცდები 5 თუ 6 ტურა გამოვიდა. მოკლედ პირველი გვახსოვს 3 იყო და ბოლოს 5. ნუ საბოლოო ჯამში 15 ტურაზე ავედით, რაც არის, არ ვიცი. და 3-4 ვერ გამოვიტანეთ, იმიტომ რომ ვერ გადავიდნენ ბიჭები. 1-2 ისეთი ნასროლი წავიდა, ბოლოს ჩყავდა, რას მიშვები. ხო და მოკლედ ესე იგი, არ ვიცი. ნადირობაც ხო არის, ვისი ამომნეთ, ყველამ თითქმის ვესროლეთ და შედეგიც ესეთი კარგი რო არის, უკვე ბედნიერი ხარ კაცი რა, რომ ამდენ ტაცებელს, მავნებელს მოაკლებ ბუნებას. გელს გლობას აბრალებდნო და ტურამ ქვეყანა ამოაგდო, ნათქვამია და ზუსტად ესეთი ამბავია რა. ეხლა ჩვენ ვინადირეთ გარდაბნის ტერიტორიაზე, სადაც სავსე იყო, ხოხობი, ჩემს ბავშვობაში მახსოვს რომ ფრინდებოდა მისი დღიალი, მოკლედ ახლა თვალწინ მიდგას და გადაჭამა ყველაფერი ამ ჩვენმა ტურამ და მოკლედ ეს აუცილებელი საქმეა. თემა რა არის, ეხლა მე ჩავწერე რომ ერთხელ ხო ბედნიერები ვართ და კარგია რომ კარგი საქმე გავაკეთეთ. მეორე მხრივ ძალიან გულდასაწყვეტია რომ კიდე ამდენი არის, რაც თქვენი კლუბი აქ ნადირობს. რასაც ჩვენ აქ ნადირობთ ამ ტერიტორიაზე და მაინც რამდენია, აი ამას მინდა რომ ხაზი გაესვას რა, იმიტომ რომ კატასტროფული მდგომარეობა არის მაგ მხრივ. ვერაფერი ვერ გამრავლდება. ამ მხრივ მართლაც ჩვენ წლებია უკვე დიდ სამუშაოს ვაკეთებთ, ჩვენი სამეგობრო კლუბამდე ეს იურიდიული ფორმაა ჩვენი ძმობის და ჩვენი მეგობრობის, თორე მანამდე ნადირობდით, რა ვიცი, როდესაც 2-3 ადამიანი თუ სადმე გასასვლელი არ ქონდა, მწყერი არ იყო, კათამი არ იყო, მოკლედ მოდიოდით აქ რო გვენადირა და ამოგეღო ბუნებიდან ტაცებელი და ეს გაგვიკეთებია დაახლოებით 200 ტურა სულ მინიმუმ ჩვენს სეზონზე შეიძლება ითქვას რომ არაფერი არ არის ჩვენთვის რა. ხალხო გესმით რა რაოდენობაზე იმდენი ტურა ეს გარდაბნის ტერიტორიაზე, იალღუჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, მარნეულის ტერიტორიაზე. მოკლედ და ფაქტიურად ხედავთ დღეს რომ არ ეტყობა რა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გვიყურეთ, ინადირეთ ჩვენთან ერთად და დიდი იმედი მაქვს რომ მხოლოდ ტელევიზორიდან არ დათქმებით ამ ნადირობებით და ადრე თუ გვიან შემოგვიერთდებით და გადავაჯვარედინებთ თოფებს. მომავალ შეხვედრამდე. ენაცვალეთ.